მოგესალმებით 2026 წლის 8 მაისია. ხვალისთვის ანუ 9 მაისისთვის რუსეთში იგეგმება სამხედრო პარადების ჩატარება. მაგრამ სანამ ამ და სხვა საკითხებზე დეტალურად გადავიდოდე სასაუბროდ, მანამდე მე მინდა ვთქვა, რომ ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობით მე ვცდილობ, რომ ის ცოდნა, რაც მე გამაჩნია, გაუზიარო იმათ, ვისაც ეს აინტერესებს და სურს იმ ცოდნის ამაღლება და შეიძლება იმდენად ჩახედული არ იყოს, მაგრამ სურს, რომ უკეთესად გაერკვეს და უფრო აიმაღლოს თავისი ცოდნა, ეს იქნება იურისპრუდენციასთან მიმართებით, პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, ეს იქნება საქართველოს მასშტაბით თუ გლობალური მასშტაბით და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ჩემი აქტიურობა, ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობა, ვისაც საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ჩემი აკაუნთი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს ცნობა ამ აკაუნთზე არსებულ მასალასთან დაკავშირებით. ახლა რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ ხვალ რუსეთი ემზადება სამხედრო პარადისათვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე 4 წელზე მეტია, რაც დაიწყო რუსეთის მხრიდან რაც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არათუ ის ვერ იმარჯვებს ამ ომში. ფაქტია უკვე, რომ მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები, ამასობაში რუსეთი კარგავს სხვადასხვა მიმართულებით თავის პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით და ხვალისათვის ვინაიდან პუტინს ეშინია შეტევების უკრაინის მხრიდან, ლაპარაკი მედიაში უკვე სერიოზულად არის ლაპარაკი იმაზე და უკვე სერიოზულად არის ეს ფაქტორი, რომ იგეგმება საკმაოდ შეზღუდვა ბევრ ქალაქში პარადებთან დაკავშირებით. აი მაგალითად ლაპარაკია, რომ ბევრ ქალაქში სამხედრო ტექნიკა არ იქნება გამოყვანილი, მაგალითად მოსკოვში ლაპარაკია, რომ მოსკოვსა და პეტერბურგში 9 მაისს გაითიშება მობილური ინტერნეტიო, ანუ ესე იგი ეშინიათ, რომ შეტევები არ იქნეს განხორციელებული უკრაინის მხრიდან. ლაპარაკია ის, რომ ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად უკრაინასთან ახლოს, რომელიც მდებარეობენ, საერთოდ გაუქმდა პარადებიო და ახლა ეს მედია იუწყება, რომ პუტინს შეუთავაზებია ხვალ ცეცხლის შეწყვეტა გამოვაცხადოთ უკრაინის ხელისუფლებისთვის, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ მანამდე შეუთავაზებია 6 მაისიდან გამოვაცხადოთო, მაგრამ რუსეთმა გააგრძელა სამხედრო ოპერაციები და ახლა შეხედეთ და ანუ რა გამოდის, ესე იგი 9 მაისს რო ანუ რას ნიშნავდა ეს 9 მაისს რო პაუზა გამოცხადებული იყო და 10 მაისს ისევ განიახლებინა უკრაინის დაბომბვა და დღეს მედია იუწყება, რომ ინტენსიური შეტევები იქნა განხორციელებული უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე. კერძოდ შეტევები იქნა განხორციელებული ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე პერმში და იაროსლავში. მაგალითად პერმი მდებარეობა, შეხედეთ, ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუქაა, მაგრამ უბრალოდ კარგად ჩანს ეს საზღვრები და აგერ ეს უკრაინის საზღვარი და თვითონ ის ქალაქები და ისა და ანუ ეს რუკა საბჭოთა კავშირის დროინდელია, მაგრამ ეხლა ეს საზღვარი რაც არის, ეხლაც ოფიციალური საზღვარი ხაც იგივეა. ხო და ახლა შეხედეთ, მაგალითად პერმიდან უკრაინის საზღვრამდე და 1200 კილომეტრზე მეტია. იაროსლავლამდე კი სადღაც 700-800 კილომეტრი მაინც არის უკრაინის საზღვრიდან. აი შეხედეთ რა სიღრმეში უტევს უკრაინა რუსეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, რამოდენიმე დღის წინ უკრაინის მხრიდან სერიოზული შეტევები იქნა, ანუ უკრაინის მხრიდან შეტევები მიმდინარეობს ძირითადად ნავთობგადამამუშავებელ და ისეთ საწარმოებზე, რომლებიც ომის წარმოებაში ეხება რუსეთს, ეს შეიძლება იყოს იარაღის ქარხნები და ასე შემდეგ. და რამოდენიმე ამ დღეებში იერიში იქნა ინტენსიური იერიშები იქნა მიტანილი ტუაპსეში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, ასევე ქალაქ ტუაპსეში, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, ასევე ქალაქ ჩებოქსარში, რომელიც ჩუვაშეთის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ზოგიერთის იმედი, მათ შორის საქართველოშიც არაერთ ადამიანს ჰქონდა იმის, არაერთ პუტინის მხარდამჭერს ჰქონდა იმედი, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიო რუსეთი ტრამპი ამოს დაამთავრებს პუტინის პირობები, ისეთნაირად რომ პუტინი გამარჯვებული გამოვიდესო და ზოგიერთ მათგანს ჰქონდათ იმის იმედი, რომ ტრამპი და პუტინი გაიყოფენო გავლენის სფეროებს და საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროებში მოხდება, ამის იმედიც ჰქონდა ეთყობა ზოგიერთს და ხშირ შემთხვევაში ამის იმედები
პუტინის სიყვარულით კი არა აქვს ზოგიერთებს, არამედ თავიანთი ფინანსური ინტერესების თავიანთი ფინანსური და სხვა ინტერესებს საქართველოში რუსეთისნაირი წყობის დამყარებაში ხედავენ, როგორც ჩანს ზოგიერთები და შეგახსენებთ, რომ რუსეთში ოფიციალურად გამოცხადებული ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ამ მიმართულებით ეკონომისტ ჯგუფი მისი განყოფილების ვარიანტი არის ეკონომისტის ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც აქვეყნებს დემოკრატიის ინდექსის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც რუსეთი, ბელორუსია და ირანი მაგალითად ოფიციალურად არიან გამოცხადებული ავტორიტარულ სახელმწიფოებად და ამასობაში მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც ხედავთ, ეს გეგმა ჩაიშალა. ტრამპი დამთავრებდა უკრაინის დამთავრებით რუსეთის გამარჯვებით ამომს. მართალია 28 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ტრამპმა მაშინ უკრაინას წარუდგინა გასული წლის ნოემბერი იყო, თუ არ ვცდები. ეს ფაქტიურად უკრაინის რო განხორციელებული იყო უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავდა, მაგრამ ამას წინააღმდეგ ზოგადად თვითონ უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგადად დემოკრატიული სამყარო და თვითონ ამას წინააღმდეგობაში ხდა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც პარტიასაც წარმოადგენს თვითონ დონალდ ტრამპი, მათ შორის რესპუბლიკის სენატორების განცხადებები ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე უკვე და ეხლა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი რამე თუ კი პუტინი უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს და თუ კი პუტინი წარმატებული და ამასობაში შეხედეთ იქ ხო ვერ იმარჯვებს, ამასობაში სოფლიოში უფრო და უფრო კარგავს პოზიციებს, აი მაგალითად იგი იზოლებული გახდა, შეეგუა ფინეთის ნატოს შემადგენლობაში მიღებას მიუხედავად იმისა, რომ 1200 კილომეტრზე მეტი სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან და დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით არის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან. ისე როგორც შეეგუა ვენესუელის ოპერაციის ჩატარებას, იზოლებული გახდა, როგორც შეეგუა ბაშარ ასადის დამხობას სირიაში და ირანის მიმართულებით, თქვენ ხედავთ რაიმე ისეთ ფასეულ დახმარება პუტინის მხრიდან ირანის მიმართულებით მე მგონი არ ჩანს და ეს ყველაფერი როგორც იმას შეეგუა, ასეთ ვარიანტში თუ ძალიან დამარცხდება პუტინი ან ძალიან გაუჭირდება, იძლევა სერიოზულ ალბათობას იმისი, რომ მან თქვა ძალიან თვითონ გახდეს იზოლებული ნებით თქვა უარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ისე როგორც ნებით იზოლებული გახდა შეგუებოდა ფინეთის ნატოში მიღებას, ან თუ დამარცხდა მაშინ მით უმეტეს. და შეხედეთ და ეს ერთი, მეორე, თუ საქართველოში, თუ რუსეთში ზოგადად დიქტატურა არ იქნება წარმატებული, ეს პუტინი იქნება თუ სხვა, ამის გარშე საქართველოში კლასიკური გაგებით დიქტატურა, ეს როგორც წეგავთ, როგორც თვითონ რუსეთშია, ბელორუსიაშია, ირანშია და ასე შემდეგ ვერ დამყარდება, ვინაიდან ისეთ სახელმწიფოში როგორც საქართველოა, რომელიც არის მოცულობით და მოსახლეობით შედარებით პატარა, არ არის ნავთობისა და გაზის დიდი მომპოვებელი, დიდი მეზობელი დიქტატორის მხარდაჭერის გარეშე კლასიკური გაგებით დიქტატურის დამყარება შეუძლებელია, ვინაიდან რესურსი არ არის მაგისი, გარდა ამისა სერიოზული საგარეო ფაქტორები, რადგან რაც უფრო მაღლა არის დემოკრატია, მით უფრო მაღალია ეკონომიკა ზოგადად აბსოლუტურ შემთხვევაში ასე არის ქვეყნებში, ხოლო რაც უფრო დაბალია დემოკრატია, მით უფრო დაბალია ეკონომიკა, ხოლო რაც უფრო მაღლა არის დემოკრატია, მით უფრო დაბლა არის საბანკო კრედიტების გადასახდელი პროცენტების მოცულობა, ეს უმეტეს შემთხვევაში ასეა, ხოლო რაც უფრო დაბლა არის დემოკრატია, მით უფრო მაღლა არის საბანკო სესხების პროცენტების გადასახდელი პროცენტების რაოდენობა. და ამასთან ერთად და ის რომ ეს ასეა და ეხლა მაგალითად რაც ხდება, რომ საპროტესტო აქციებზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით რამდენი ადამიანი დააკავებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბევრი ხდება საქართველოში, რომ ის გეგმა, რომ პუტინი გაიმარჯვებდა უკრაინაში ჩაშლილია და ასე რომ მე მოუწოდებ ოცნების ხელისუფლებას, რომ გაატარონ მაქსიმალური რეფორმები დემოკრატიის მიმართულებით. ვინაიდან 2025 წლის შეფასებებით საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შეფასებულია იმავე ეკონომისტის სიაში, რომელიც აქვეყნებს დემოკრატიის მიმართულებით ვითარებას ქვეყნებში 4.36 მეასედი ქულით, ხოლო 4 ქვევით ოფიციალურად უკვე იწყება ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი. ამასობაში ვითარება ირანის მიმართულებითაც დაიძაბა, ირანსა და მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იყო ცეცხლის გაცვლა. ახლა ამ მომენტისაც შედარებით დასწრებულოდა, მაგრამ იქაც საკმაოდ უკეთ მშვიდობა და
იქ რაც ხდება, ესე სერიოზულად ნიშნავს პუტინის პოზიციების დასუსტებას. აი ამ დეტალებზე მინდოდა ლაპარაკი, დანარჩენი ალბათ გამოჩნდება ბევრი რამე და აბა დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად